განვარცხოთ გამოშვებას არასამთავრობო ორგანიზაციები და უფლებადამცველები ცენტრალურ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხატიაშვილს მიმართვას უგზავნიან. Როგორც მიმართვის ტექსტში ნათქვამი უფლებადამცველები ცესტოს თავმჯდომარეს თხოვენ გამოიჩინოს კეთილინება და იმოქმედოს საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის ქვეპუნქტის საფუძველზე, რათა უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს არჩევნებში ხმის მიცემისას პრობლემები არ შეექმნათ. უფლებადამცველები ხატიაშვილს თხოვენ ემიგრანტებისთვის საარჩევნო დღეთ 29 ან 30 სექტემბერი გამოაცხადოს, რადგან ემიგრანტების უმეტესობისთვის ორშაბათი სამუშაო დღეა. მიმართვას ზურაბ ხატიაშვილის სახელზე არასამთავრობოები დღეს 2 საათზე ცესტოში წარადგენენ. ვინაიდან 1 ოქტომბერი არის სამუშაო დღე, ორშაბათი დღე, ისინი ვერ შეძლებენ მისვლას და ხმის მიცემას. ამიტომ გამოიჩინოს კეთილინება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, კანონი ამას ითვალისწინებს, მე-14 მუხლის პირველი ნაწილი გ-პუნქტი ითვალისწინებს იმას, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შეუძლია მიმართოს პრეზიდენტს თხოვნით, რომ ესე იგი შეიცვალოს თარიღი